თავი მე-17. ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს მენაშეს პირმშოს, გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და ბაშანი. ჰქონდათ დანარჩენ მენაშიანებს, მათი საგვარეულოების მიხედვით. აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაყიანებს. ესენი არიან მენაშეს შთამომავლები. იოსების ძისა, მამრობითი მოდგმა მათი საგვარეულოების მიხედვით. არ ყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხაც ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. ეახლნენ ისინი ელიაზარ მღვდელს, იესონავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის და მიეცათ მათ სამკვიდრო უფლის ბრძანებისამებრ მამის ძმებს შორის. შეხვდა მენაშეს 10 ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის, რადგან მენაშიანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშიან ვაჟებს ერგოთ. მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე. შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყინ თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ. თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან ეფრემიანებს. ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება. სამხრეთი ეფრემისა, ჩრდილოეთი მენაშესი. ზღვა აქვს საზღვრად, ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს. ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთშიანი მისი სოფლებით ურთ, იბლეყამი მისი სოფლებით ურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებით ურთ და ნაფეთის სამი მხარე. ვერ დაისაკუდრეს მენაშიანებმა ეს ქალაქები და დარჩნენ საცხოვრებლად ამ მხარეში ქანაანელები. როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკებად გაიხადეს ქანაანელები, აყრეთ კი არა უყრიათ. ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი 1 წილის სამკვიდრო და 1 ნაკვეთი? მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაგურთხაო უფალმა. უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთაგები წროება. თქვეს იოსებიანებმა: არ შეგრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთბიანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ და იმათაც იზრაელის ველზე რომ ცხოვრობენ. ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მენაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი 1 არ უნდა გქონდეს. თაგ ექნება და ის დღე, გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.